სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. Შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესო და ინფორმაციულია, მეც არ ვიცოდი, მე არ მახსოვდა რა იყო ეს თეოლოგია, ლაპარაკია დომინიონიზმი, ანუ დომინიონის თეოლოგია. სიტყვაც თქვენ იცით, დომინო, ფლობას ნიშნავს, უფალსაც ნიშნავს. Ano Domini იცით ხომ უფლის წელი, ასევე Dominus Jesus, უფალი იესო ქრისტე, გუშინაც იყო საუბარი ჩვენთან ჯგუფში რას ნიშნავდა ეს სიტყვა დომენიკ რო დაირქვეს პიროვნებებმა, დომინოც აქედან მოდის, თამაში რომ არის დომინო და ბევრნაირად იხმარება ეს სიტყვა და ყოფილა ესე თეოლოგია დომინიონიზმი, ანუ დომინიონის თეოლოგია. და ჯონ მაკარტური პასუხობს დაწერილი, მოწერილ კითხვებს ჯერჯერობით პიროვნულად. მე მგონი ჯერჯერობით არ დააწყებულა კითხვების დასმა, ეს არის წერილობით მიწერილი თემები. ერთ-ერთი კითხვა რაც არის, შემდეგი ეს არის რა არის დომინიონიზმი და დომინიონის თეოლოგია. გსმენიათ ამის შესახებ? ეს არის ერთი ახალი კიდევ იარლიყი ამ თეოლოგიისათვის, ისინი ყოველთვის ახალ თეოლოგიებს იგონებენ და დომინიონის თეოლოგია მოდის მრავალი ფორმით. მაგრამ მე ვფიქრობ, რაზეც თქვენ სვავთ კითხვას და საუბრობთ, ეს არის ჯონ უინბერი, რომელიც ახლა ხარს უჭერს ამ ახალი ტიპის დომინიონიზმს, დავარქვათ ესე, ანუ უფლობას, ბატონობას. დება მომექცეთ და აგიხსნათ ეს ძალიან მარტივად. კარგით, დომინიონის თეოლოგია, რომელსაც ძირითადად ხარს უჭერს ჯონ უინბერი, რომელიც ესე თქვათ, ისეთი ქსელი ჩამოყალიბდა ეკლესიების, რომელსაც ვაზის ეკლესიები უწოდებენ და რამოდენიმე ეკლესია უკვე ეს და ერთიანდებიან ამ რაღაცა ცენტრში, რომელიც ძირითადად ამბობს, რომ მორწმუნეებმა თითქოს და ჩვენ უნდა ავიღოთ ძალაუფლება სატანასა და დემონებზე, რომ უნდა ვიბატონოთ ჩვენ ამ ბნელ ძალებზე. არსებობს კიდევ ერთი სახის თეოლოგია, რომელიც ახლა გაჩნდა ასევე, ქვია განთავისუფლების თეოლოგია. ეს არის თეოლოგიის ფორმა, რომელიც ამბობს, რომ ეკლესიამ უნდა აიღოს ბატონობა მსოფლიო ინსტიტუტებზე. ესე იგი, სხვა არის პირდაპირ გაგებით სატანაზე და დემონებზე და ეს ლაპარაკობს ასევე მსოფლიო ბატონობას ყველა ინსტიტუტებზე, მსოფლიოს ინსტიტუტებზე. და ახლა ამაზე ეს არის ნახეთ 89 წელი და უკვე ჩვენ რო ვიღებთ ამ მაგას, გესმით, რომ არის Make America Great Again. იცით ხომ, ეს არის სლოგანი, რა ქვია, დონალდ ტრამპის. და მთელი პროგრამა არის აქ შესული. აი აქაც ამ თეოლოგიამ დიდი როლი ითამაშა, უბრალოდ ეს ჩემს აზრს გიზიარებთ მე. თუმცა მასზე დიდი გეზეგავლენა პოლა ვაიტი, ამას წინაზე ბატონმა გია ეძგვერაძემაც მადლობა მომიხადა, რომ მივაწოდე უფრო მეტი ინფორმაცია, მან გააზიარა ეს თავის კედელზე და მეც დავამატე კიდევ შევავსე იქ ინფორმაცია ამ ქალის შესახებ და რა დგას ამის უკან. კეთილდღეობის სახარება და ყველა ეს პენტაკოსტური თუ ხარიზმატული ქრისტიანები სამწუხაროდ გავლენას ახდენენ აი იმ გაგებაზე, რომ ამერიკა ისევ დაუბრუნო ძალაუფლება და ამერიკას მიცეს დიდი ძალაუფლება, გესმით, და არ მიდიან სწორი მიმართულებით. ეხლა რატომღაც ცოტა სხვა სწორი ევანგელისტები დუმან, იმიტომ რომ ისინი გარკვეულწილად მაინც ხარს უჭერდნენ, ეხლა ჯონ მაკარტური კი ავათ იყო, მაგრამ წინაზე ხარს უჭერდა დონალდ ტრამპსაც, რაც ადრე არ გაუკეთებია ესე ღიად, იმიტომ რომ ალტერნატივა იყო აქეთ ჯო ბაიდენი და საერთოდ დიდი გარყვნილება, გესმით? ამიტომ ცოტა დაბნეულობაში იყვნენ, მაგრამ აი ეს ეხლა საითაც მიდის, ხო? ეს არანაირად ბიბლიური არ არის და ეხლა მიხვდებით კიდევ რაზეა ლაპარაკი აგერ ბატონ ჯოს მოусმინოთ, რომელიც გააგრძელებს აი ამ საუბარს ამ სახის თეოლოგიაზე. ეს არის დომინიონის თეოლოგია და ბატონობის თეოლოგიის კიდევ ერთი ფორმა. და ის რაც ძირითადად ეს თეოლოგია და ეს ადამიანები ამბობენ, რომ ეკლესიას აქვს მანდატი, რომ სოფლიო ინსტიტუტებზე იბატონოს და ხელში ჩაიგდოს. და ეს არის განმათავისუფლებელი თეოლოგიის მხარე. რასაც დომინიონის თეოლოგია ამბობს, არის რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ ბატონობა, დომინაცია მთელ ამ ბნელ ძალებზე. ჩვენ უნდა დავიმორჩილოთ დემონები, ჩვენ უნდა დავიმორჩილოთ ავისულები და ჩვენ უნდა ვიბატონოთ სატანაზე. ჩვენ უნდა ავიღოთ ბატონობა და დომინაცია ამ სამყაროში. და ამიტომაც საუბრობენ ძალაუფლების ევანგელიზე. საუბარია სულიწმიდის ძალით განკურნებაზეც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ვარჯიშს უტარებს და ტრეინინგს უტარებს ადამიანებს, რომ თითქოს და ეს ჩვენ მორწმუნეები უნდა შეიჭრან სატანურ სამყაროში და იბატონონ დემონებზე და დაიმორჩილონ ისინი.
ჩვენ როგორც ქრისტიანებმა ბუნებრივ სამყაროში ცხოვრებით, მხოლოდ ხილულ სამყაროში მოძრაობით, ვერ გამოვიყენებთ ამ ძალას, რომელიც სხვა სიტყვით არამედ უნდა შევიდეთ, შევიჭრათ იმ სულიერ სფეროში და სატანურ სამყაროში უნდა კონდეს უკვე ბატონობაცო. ხედავთ, გესმით რას ამბობენ ისინი? ლაპარაკია სატანის შებოჭვაზე. გახსოვთ ჩვენ ვილაპარაკეთ ადრეს, რომ მათ ჯერათ რომ მათ შეუძლიათ სატანის შებოჭვა. რასაც აკეთებენ კათოლიკეები და მართლმადიდებლები, ციცით ხომ, გსმენიათ ხომ, ეგზორციზმი და ასეთი რაღაცეები. დემონების შებოჭვა, დემონების სისხლის რაღაცა გამოდევნა, სატანის სისხლის რაღაცა გამოდევნა თუ თხოვნა და ბატონობის აღება დემონებზე. ასევე სოფლიოს ყველა ინსტიტუტებზე, მართლმადიდებლურ პოლიტიკურ ინსტიტუტებზე, რომლებიც დემონების ქვეშა, ესეც ხელში ჩაგდება ამისი. მათ ჯერათ რომ ხალხის პრობლემები, როგორც წესი, ეს ამასთან არის დაკავშირებული. ხედავთ? და ეს უფრო და უფრო ძალიან ცუდ ხასიათს იღებს და ძალიან უკიდურეს მდგომარეობაში ვარდებიან ისინი. ამიტომ საუბრობენ ისინი ძალაუფლების ევანგელიზმზე, ამ დომინაცია იცით ხო? ევანგელიზმზე, რომ ისინი ამბობენ, რომ თქვენ, ხედავთ, ვერ შეძლებთ ამ ევანგელიზაციას, თუ ნიშნები და სასწაულები არ მიიღეთ სულიწმინდისგან. ხედავთ? და თქვენ უნდა დაამარცხოთ ეს დემონური სამყარო და აჩვენოთ თქვენი ღვთაებრივი ძალა ამ დაკარგულ სულებს, რომ ისინი გადარჩნენო. ხედავთ? ეს არის სულიწმინდის ძალით განკურნება და სხვადასხვა საშუალებებით, რომ მოახდინოთ დემონებზე უფლობა და ბატონობა და ეს ყველაფერი ასე შემდეგ. მე ვიტყვი ამას, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი სისულელე და არაბიბლიურია. ჩვენთვის არასოდეს არ უთქვას ღმერთს და ბიბლიას. არასოდეს არ უთქვას, ჩვენ უნდა დავიმორჩილოთ და ბატონობა გავწიოთ დემონებზე. გახსოვთ იაკობის წერილი რას ამბობს? წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს და ის გააკეთებს რას? ის გაგექცევა თქვენ. ჩვენ არასოდეს გვეუბნებიან რომ სატანას შევბოჭოთ, ჩვენ არასოდეს გვეუბნებიან რომ დემონები შევბოჭოთ, ჩვენ არასოდეს გვეუბნებიან რომ რაღაცა სისხლი და ისერი სისხლი ვთხოვოთ სატანას და დემონებს. ხედავთ, მოусმინეთ იუდას წერილს მე-9 მუხლი რას ამბობს? მიქაელ მთავარანგელოზი როცა ეშმაკს ეკამათებოდა, მოსეს სხეულზე კამათობდნენ, ხო? ვერ გაბედა ეშმაკის წინააღმდეგ განაჩენის გამოტანა და რა თქვა? უფალმა შეგრისხოსო. და თუ მიქაელი ყველაზე ძლიერი მთავარანგელოზი არ ახორციელებს ამ დაცემულ ანგელოზზე ბატონობას და არ აპირებს მის დამხობას ჯერ, ჩვენ როგორ ვიპოვნით იმ მანდატს, ჩვენ მიწირი ადამიანები, რომ გავუმკლავდეთ სატანას. ეს ხო სისულელეა. ბიბლია უბრალოდ გვეუბნება, რომ თუ გსურს ჩვენ მტერთან გამკლავება, ამისათვის არის ღვთის მთელი საჭურველი, რომელიც ჩვენ უნდა ჩავიცვათ. ხომ გახსოვთ ეფესელთა წერილი? თქვენ უნდა ჩაიცვათ ღვთის მთელი ჯავშანი და შეძლებთ ეშმაკის მზაკრულ ისრებს და შემოტევას დაუპირისპირდეთ. ჩვენ არ ვართ მოწოდებული ამ საყაროს ინსტიტუტზე ბატონობისათვის. ჩვენ არ ვართ მოწოდებული დემონებზე და ეშმაკებზე ბატონობისათვის. ჩვენ მოწოდებული ვართ ავიღოთ ჩვენი სულიერი საჭურველი, წინააღმდეგობა გაუწიოთ ამ დემონურ სამყაროს და მივენდოთ ღმერთის ძალას, რომელიც იზრუნებს მერე ჩვენზე და მათზეც. ეფესელთა მე-6 წერილის ამ ნაწილს მე წაგიკითხავთ ბატონმა ჯონმა, ეხლა ხო არ ჩამოთვლით ამას და თუნებას დამთავრთ, მე გაგახსენებთ ამ ადგილს, ეს არის შესანიშნავი ადგილი, რომელიც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. დასასრულს შემოძმევო მე-6, ესე იგი ეფესელთა წერილის მე-6 თავი მე-10 მუხლიდან. დასასრულს შემოძმევო, გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით. შეიმუსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინააღმდეგ ეშმაკის ხრიკებს, რადგან ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა და წინააღმდეგ, ხელმწიფეთა წინააღმდეგ, ამ სიბნელის სამყაროთა მკვლელთა წინააღმდეგ, ცის ქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ. ამიტომ ხელი მოკიდეთ ღვთის სრულ საჭურველს, რათა შეძლოთ შეწინააღმდეგება ბოროტყეს და ყველაფრის გადამლახველება გაძლოთ. მაშ იდექით ჭეშმარიტებით წელს შემორტყმული და სიმართლის ჯავშნით შემოსილები და ფეხშემოსილი მზადყოფნაში მშვიდობის სახარებლად და ყოველივე ამასთან ერთად აიღეთ რწმენის ფარი, რომლითაც შეძლებთ ბოროტის გავარვარებული ისრების ჩაქრობას. აიღეთ ხსნის მუზარადი და სულის მახვილი, რომელიც არის ღმერთის სიტყვა. ყოველგვარი ლოცვით და ვედრებით ილოცეთ ყოველ ჟამს სულით და ამაზე იფხიზილეთ მთელი დაჟინებით და ლოცვით ყველა წმინდანისათვის. ჩემთვისაც, რათა მომეცეს სიტყვა, ჩემი პირი თამამად დაუწყო სახარების საიდუმლო, რომლის დესპანიცა ვარ ბორკილებში, რათა თამამად ვილაპარაკო, რისი თქმაც მართებს.
მადლობა მოსმენისათვის.